წარმოვიდგენდით, როდესმე რომ მაგალითად ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შეიძლებოდა ბორკილებ დადებული ვინმეს ენახა და ციხეში გაშვებული. მზია ამაღლობელი არის სამიზნე, იმიტომ რომ ის საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს. მას ვერ მიაკრავენ ვერანაირ იარლიხს, რომ აი იმის მონა. ვიღაცა სამაგალითოდ უნდა დაესაჯათ, ოღონდ ჩვენგან, ჟურნალისტებისგან. ეთყობა საკმარისი არ იყო, რომ სიკვდილისთვის გაგვიმეტეს. ახლა გისოსებს მიღმა უნდა დაგვენახა ჩვენი კოლეგა, რომ ისე შეფშინებოდა, რომ ჩვენც რომ იქ არ აღმოჩნდეთ, ამიტომ ხო არ გავჩუნდეთ. ჩვენ იმისთვის არ ვიბრძვით, რომ ისმოდეს მხოლოდ ერთი ხმა, ვინც ფიქრობს, რომ ქართული ოცნება მარტო ცუდია, ისმოდეს მათი ხმებიც. ქართული რომლის ქუჩაში, როდესაც გრძნობს ეგზისტენციალურ საფრთხეს, როდესაც გრძნობს საფრთხეს საკუთარი თავისუფლების და ღირსების დაკარგვას. იცი როგორი აქციები მაქვს ნანახი? აი ცეცხლში რომ შევარდებოდნენ სხვადასხვა ხელისუფლებების დროს, აი ეგეთი ხალხი და მე გასულა დრო და თვითონაც აღარ ახსოვთ, ან აღარ უნდათ გახსენება, რომ როდესმე იყვნენ ხელისუფლებაში. მოგესალმებით Redline-ზე, მარიამ ჯანელიძე, ბექა პატურაშვილი, ჟურნალისტები. დღევანდელ ვიდეოს წერთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან ვართ და პირველ რიგში სოლიდარობას უცხადებთ, რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელს, ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, რომელიც ამ ეტაპზე არის გისოსებს მიღმა ტყვეობაში დატოვეს, დღეს გაიმართა სასამართლო პროცესი და ბუნებრივია, ყველა მედია დღეს არის ყველა ის მედია, რომელიც მიმდინარე პროცესებს მიყვება, ცდილობს რომ გააშუქოს რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, არის სოლიდარული მზია ამაღლობელის მიმართ და დღეს იყო გაფიცვის აქტი და აი ამ აქტზე უნდა მოგიყვეთ. კი, დღეს ორი კადრი დამამახსოვრდება დღევანდელი დღიდან. ერთი ეს იყო თავად მზია ამაღლობელი აი ამ მჟავრდებულებისთვის და ბრალდებულებისთვის განკუთვნილ კაბინაში, რომელიც გამჭვირვალეა და ხელში ეჭირა წიგნი როგორ დავამარცხოთ დიქტატურა და ეს ძალიან დიდი სიმბოლური აქტი იყო მისი მხრიდან, შემართებით იყო და ვუსურვებ რომ ესეთი შემართებით გააგრძელოს აუცილებლად. და მეორე კადრი, რომელიც დამამახსოვრდება და ჩემთვის იყო ძალიან პრეცედენტული, იყო ის რომ როდესაც დაახლოებით 5 საათზე ჩავერთეთ ტელევიზორი და გადავერთეთ გვაინტერესებდა რა ხდებოდა იმ დროისთვის, რამდენიმე არხზე დაგვხვდა წარწერა, რომ იყო გაფიცვა და რომ აი ასეთი სურათი დადგებოდა, ესეთ ჩაბნელებული ეკრანი იქნებოდა რეალობა, იქნება რეალობა იმ შემთხვევაში თუ პროცესები გაგრძელდა იმ მხრივ რომ გაგრძელდა რეპრესიები მედიის წარმომადგენლების მიმართ და გადაიდგმება კიდევ დამატებით ნაბიჯები ამ მედიების გასაჩერებლად. აი აქედან გამომდინარე გადავწყვიტეთ რომ დღევანდელი ვიდეო ჩაგვეწერა მედიაში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით, გვესაუბრა გაფიცვის იმ ფორმაზე, რომელიც დღეს რამდენიმე მედია საშუალება მაირჩია და მოგვეცა საშუალება თქვენთვის, რომ მათი სათქმელი მოგესმინათ. მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოჩნდებიან ისეთი ადამიანები, ალბათ კომენტარებშიც იაქტიურებენ, რომლებიც იტყვიან, რომ ეგენი 3 საათით კი არა, საერთოდ უნდა გათიშო. მე დარწმუნებული ვარ ამაში, რომ ესე იქნება, თუმცა რატო ხარ დარწმუნებული? იმიტომ რომ ტენდენცია ესეთია, რომ ჩვენს ვიდეოებზე ხშირად ამგვარი შინაარსის კომენტარები არის ხოლმე და არა მხოლოდ ტელევიზიები, ონლაინ მედიებიც, როდესაც სოციალურ ქსელში ვადევნებთ თვალს რა ხდება, ხო, თუნდაც გარეთ ვართ და ყველაზე მოსახერხებელი არის, რომ ჩვენ smartphone-ებში ვადევნოთ თვალი. ეს ონლაინ მედიებიც გაჩერდა და იცი რა არის ბექა, რომ ჯერ ხო ვერ წარმოვიდგენდი, რომ ჟურნალისტებზე ამგვარ თავდასხმას ვნახავდით და რაც ვნახეთ როგავას შემთხვევაში იქნება გუკა როგავასი თუ მაკაჩიხლაძის თუ კიდევ სხვა ჟურნალისტების დავით საგარელის და ასე შემდეგ, მაგრამ აი ჟურნალისტი გისოსებს მიღმა ეს კიდევ რაღაც ახალი ეტაპი არის ამ პროცესების და ამ ბრძოლის პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ. აქტი, გაფიცვის აქტი იყო ერთის მხრივ სოლიდარობა, მეორეს მხრივ ეს იყო იმ რეალობის ჩვენება, თუ გაგრძელდა ასე პროცესი, თუ ადამიანებმა გააგრძელეს ჩუმატყოფნა, თუ ადამიანებმა კიდევ ვერ გაახილეს თვალი და ვერ გაუსწორეს თვალი რეალობას, რა შეიძლება მოხდეს. შეიძლება ამ არხების მაყურებელი საერთოდ არ იყოს საზოგადოების ნაწილი, მაგრამ როდესაც რაღაცა ამბავი ხდება, თუნდაც აი ქართული ოცნების მიმართ ლოიალურად განწყობილი ადამიანები და მე ასეთებს ვიცნობ, როდესაც ამბავი ხდება გარეთ, მაინც მათ უწევთ
უნდათ თუ არა, რომ სწორედ ამ არხებზე გადართან, ვინაიდან ეგრეთ წოდებული სახელმწიფო მედიები ფაქტობრივად ხშირ შემთხვევაში იგნორის პრინციპს ირჩევენ და საერთოდ არაჩვენებენ ხო და ნუ ეგ უკვე მოთხოვნაა რა, ნუ ნებისმიერი ადამიანი როცა გარეთ ამბავი ხდება, მოწონს კონკრეტული არხი თუ არ მოწონს, აუცილებლად რთავს რომ მინიმუმ კადრით გაიგოს რა ხდება, ხო? სხვა საკითხია იქ ჟურნალისტი რას ლაპარაკობს, ეთანხმება, არ ეთანხმება, მისი მეტყველების მანერა მოსწონს თუ არ მოსწონს, მაგრამ ალბათ თქვენც ანუ ამის თქმა მინდა და ამიტომ დავიწყე ლაპარაკი რომ შეიძლება გამოჩნდნენ კრიტიკული ხალხი თქო, რომ ალბათ აი ასე განწყობილი ადამიანებიც დამეთანხმებით, რომ არ შეიძლება მედიების გაჩერება. არ შეიძლება მათი გათიშვა და არ შეიძლება იმ მდგომარეობამდე მიყვანა, რომ მათ მოუწიოთ მაუწყებლობის გაჩერება და ეს დამერწმუნეთ, რომ ბევრი არხის შემთხვევაში რეალურად ეს პრობლემა დგას, მათ აქვთ ბევრი გარემოება იმისთვის, რომ გაჩერდნენ, მოგწონთ თუ არა. და ის ხალხი, ვინც დღეს ჩვენ ჩავწერეთ, მათ შორის ტელეპირველში, როდესაც ვიყავით მისული და ეს საეთერო და გაჩერებული ნიუსრუმი გადავიღეთ, ის ხალხი ამას ამბობს, რომ მათ შორის იმათთვისაც გააკეთეს ეს აქტი, გაფიცვის აქტი, ვინც არ არის მათი მაყურებელი, მაგრამ მათაც ეხება ეს ყოველივე, რაც ხდება მედიის გარშემო. აი ეს არის გუშინდელი ტელერეიტინგები. და წითელი პირველ ადგილზე როდესაც ხედავთ, რომელსაც ხედავთ, ეს არის ტელეპირველი. იმედი, შემდეგ ნარინჯისფერი არის სამაუწყებლო კომპანია რუსთავიორის. ეს არის ნათელი მაგალითი იმისი, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებიც უყურებენ თავისუფალ არხებს. იმიტომ რომ თავადაც ხვდებიან, რომ სჭირდებათ ნამდვილი ამბების ცოდნა და არა ის გამოგონილი პროპაგანდა, რომელსაც აწვდის სამთავრობო მედია. ჩვენ პატივს ვცემთ ყველა აზრს, მათ შორის იმ ადამიანებსაც ვიღაცა შეიძლება არ მოსწონდეს ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა. დემოკრატია და თავისუფლება ეს არის. ამ ქვეყანაში შეიძლება მოგწონდეს რომელიღაცა არხი, ან არ მოგწონდეს რომელიღაცა არხი. უყურებდე ან არ უყურებდე, მაგრამ მთავარი პრინციპი ეს არის, რომ ყველას უნდა კონდეს საკუთარი პოზიციის გამოხატვის საშუალება და ამ ქვეყანაში უნდა ისმოდეს ყველა ხმა. ჩვენ ამისთვის ვიბრძვით. ჩვენ იმისთვის არ ვიბრძვით, რომ ისმოდეს მხოლოდ ერთი ხმა, ვინც ფიქრობს, რომ ქართული ოცნება მარტო ცუდია, ისმოდეს მათი ხმებიც. ყველას ხმა უნდა ისმოდეს. დემოკრატია სწორედ ეს არის და თავისუფალი მედიის როლიც ეს არის, რომ ყველას უნდა შეეძლოს თანაბრად ოპერირება და არა ისე, რომ ადამიანებს აკავებდნენ და ციხეში ამწყურებდნენ იმის გამო, რომ კრიტიკულ მედიას წარმოადგენენ. რუსული კანონის შემოტანის პირველივე წუთებიდან იყო ცხადი, რომ ემზადებოდნენ თავისუფალი მედიის ჩასახშობად. აი, მწვენეა კიდეც თქვა კრიტიკული მედიის, მედია აბა სხვა რა არის, ხო, watchdog-ი, ანუ კრიტიკული უნდა იყო და ჩასაფრებული უნდა იყო და დითირ ამბებს კი არ უნდა უმღეროდე ხელისუფლებას, არამედ უნდა აშუქებდე კრიტიკული თვალით ზუსტად, მაგრამ ხო, აი რაღაცა ესე დადგა რა ჩვენი რეალობა, რომ თავისუფალ მედიაზე ამბობენ ხოლმე კრიტიკული მედია არა და ყველა მედიას მინდა მივმართო, მედია უნდა იყოს კრიტიკული. მე ასე მესმის ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტიკა, მე ყველა ხელისუფლების დროს კრიტიკული ვიყავი, როგორც ჟურნალისტი და დღეს ძალიან ხშირად ვიღაცები მახსენებენ ხოლმე ხელისუფლების აპოლოგეტები, რომ შენ მაშინ რომ აკრიტიკებდი და მე ყველას გაოგნებული ვხსნი ხოლმე, რომ ხალხო მე მაშინაც იმიტომ ვაკრიტიკებდი და ვაშუქებდი და ეხლაც იმიტომ ვაკრიტიკებ და ვაშუქებ, რომ მედიის უმთავრესი მოვალეობა იყოს კრიტიკული და იყოს watchdog-ი. წარმოვიდგენდით, როდესმე რომ მაგალითად ნეტგაზეთის და ბათუმელების დამფუძნებელი მზია ამაღლობელი შეიძლებოდა ბორკილებ დადებული ვინმეს ენახა და ციხეში გაშვებული. ამაზე გიტყოდა ყველა, ვინც ქართული ოცნების დამცველია, გამправებელი, რომ კარგი რა, გამორიცხულია. აი, გამორიცხულია, ამ დილით დადგა თუ არა ეს რეალობა. ასე ხდება ზუსტად პუტინის რუსეთში. აი ეს ყველაფერი რომ ხდება ქვეყანაში, ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს რომ თავზე ხლებით ახტებიან და გამოძიებული დასჯილი არავინ არის, ნულია დასჯილი. აი ამ დროს შენ გეუბნებია რომ მაგალითად მზია ამაღლობელი იქ რაღაც პოლიცია აბსურდია, ბიძინას ქვეყანა მივიღეთ რა. ბიძინას ქვეყანა ესეთი, რომ ყველა ვინც მას არ მოსდის თვალში, ვინც მას ხოტბას არ აღუვლენს, უნდა აღმოჩნდეს ციხეში. ან უნდა დადუმდეს და ჩვენ დღეს ამ გაფიცვით სოლიდარობა მზიას მიმართ და ასევე ვაჩვენეთ ქვეყანას,
როგორი იქნება საქართველოს კრიტიკული მედიის გარეშე? აი ასეთი. რასაკვირველია, არსებობენ ადამიანები, მე ბრმა ხომ არ ვარ და ვიცი, რომ არსებობენ ამ ქვეყანაში ადამიანები, ვისაც მიაჩნია, რომ ბიძინა არის ღმერთი, რომ ბიძინას გარეშე საქართველოს მომავალი არის ბუნდოვანი და ჩვენ ამ ადამიანებს როგორ უნდა ავუხსნათ, როგორ უნდა დავანახოთ, რომ ისინი ცდებიან? აი ასე. იცით რამდენი მაღალი თანამდებობის პირი მინახავს, მათ შორის ძალოვანი, ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, პრემიერები რომ ყოფილან და მინისტრები, მე სტუდიაში მოსულები ინტერვიუზე და ახსარება მათგან მოსმენილი. ანუ რისი თქმა მინდა, ვინც ეხლა ვერ ხედავს ამას, ან არ უნდა რომ დაინახოს. იცოდეთ რომ ეს არა უბრალოდ რაღაცა ცარიელი ლიტონის სიტყვები, აუცილებლად ძალიან მალე დადგება დრო, როდესაც თქვენ დაგჭირდებათ თქვენი თავისუფალი აზრის გამოთქმა, რომელიმე მედია საშუალებაში და თუ ეს მედია საშუალებები ისე მოსპო ბიძინამ, როგორც აქვს აშკარად ჩაფიქრებული, თქვენ უბრალოდ თქვენს ხმას ვეღარავის ვეღარ გააკონებთ. კარგად რომ ჩაუღრმავდეთ, აი გავიაროთ და 20 კაცი გადავიღოთ მათ მხარდასაჭერ რაიმე აქციაზე და მე და თქვენ რომ ჩავატაროთ ჟურნალისტური გამოძიება, ამ 20-დან 15 მაინც იქნება მიბმული გარკვეული ინტერესებით ხელისუფლებაში მყოფ აი ამ ჯგუფზე. შესაბამისად, ეს მხარდაჭერა არის ძალიან პირობითი. ბექა, იცი როგორი მხარდაჭერები მაქვს ნანახი? მე ხომ გასული საუკუნიდან ვაშუქებ პოლიტიკურ პროცესებს, მე-20 საუკუნიდან ვაშუქებ. იცი როგორი აქციები მაქვს ნანახი? აი ცეცხლში რომ შევარდებოდნენ სხვადასხვა ხელისუფლებების დროს, აი ეგეთი ხალხი და მე გასულა დრო და თვითონაც აღარ ახსოვთ, ან აღარ უნდათ გახსენება, რომ როდესმე იყვნენ ხელისუფლებაში. აი ესე ფეხქვეშ რომ უვარდებოდნენ, როცა წინა ხელისუფლების დროს, ან იმის წინა ხელისუფლების დროს, მე მაგალითად ვაშუქებდი ყველაფერს, რაც ხდებოდა, ხო? ბევრი ადამიანი მაშინაც მეუბნებოდა, აცადეთ ქვეყნის აშენება, აცადეთ და მე უცებ ჩვენ რა ვნახეთ, ხო? ვნახეთ ის რეალობა, რაც გვაქვს დღეს. ამიტომ რამდენი ადამიანიც იქით ამ მხარეს, როგორც ამბობენ ხოლმე, არ უნდა ამბობდეს, რომ მათთვის მზე ბიძინა სოლოლაკიდან ამოდის სინამდვილეში, ეს არის ძალიან პირობითი რა. ასე მუხდა ჩოქილები იდგნენ სააკაშვილის წინ, პირდაპირ მნიშვნელობით მუხდა ჩოქილები იდგნენ შევარდნაძის წინ, ხელისუფლებები მიდიან, ეს ქვეყანა რჩება, მეც აღარ ვარ პატარა. აი, ახლა იმ დღეს ვამბობ ჩემში შეუნებოდი, აი, აღარაფერი აღარ მაქვს, ის რაც უკან გადამადგმევინებს ერთნაბიჯს. აღარაფერი, 54 წლის ვხდები, ნახე ყველაფერი, როგორც ჟურნალისტმა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, მე-20 საუკუნიდან მოყოლებული ვაშუქებ პოლიტიკურ პროცესებს. ერთადერთი, რასაც ვგრძნობ და ვხედავ არის ის, რომ თუ ამ ჯგუფის ხელში ჩარჩა ეს ქვეყანა, მივიღებთ აი ასეთ საქართველოს კრიტიკული მედიის გარეშე, კრიტიკული ადამიანების გარეშე, სამოქალაქო საზოგადოების გარეშე და მე ცხოვრება იქნება ვარდისფერი ძალიან მცირე ნაწილისთვის. დანარჩენები უბრალოდ იშიმშილებთ, იქნებით რუსეთზე მიბმულები, როცა გავაწლები, თუ ეს გაიტანა ივანიშვილმა, რაც ჩაფიქრებული აქვს, მე გაიხსენეთ ჩემი ნათქვამი. შეიძლება არის ქართული ოცნების მომხრე, მაგრამ ამ ხალხის ძალიან დიდ ნაწილს გარუსება ნამდვილად არ უნდა. და არც იმას დაეხმება, რომ მედია კი, და არც იმას გაიზიარებს, რომ ქვეყანაში კრიტიკული აზრი არ იყოს და მხოლოდ ერთი ან ორი ტელევიზიის იმედზე დარჩნენ. არც იმას გაიზიარებს ნამდვილად ეს ხალხი. მე არ გულისხმობ რაღაც სექტანტურ უმცირესობაზე, რომელსაც ყველაფერი სულ. მე საუბრობ მიხალზე, რომელიც შეიძლება იდეოლოგიურად ქართული ოცნების მომხრე არის. იმათაც ჭირდებათ, იმათთვისაც საერთოდ მნიშვნელოვანია კრიტიკული მედიის არსებობა, იმიტომ რომ სხვანაირად უბრალოდ საზოგადოება ვერ განვითარდება და წინ ვერ წავა და ამ ერთ ბავშვში ჩაკეტვა დამღუპელი იქნება უპირველეს ყოვლისა ამ ხალხისთვის, რომლებიც დღეს ასე თუ ისე ხარს უჭერენ ქართულ ოცნებას. შეიძლება ივანიშვილი წავიდეს პროცესების ესკალაციაზე და იმ სცენარით, როგორც დავუშვათ ეს იგივე რუსეთში იყო, ან ბელორუსში იყო. მაგრამ აქ არის ერთი ძალიან დიდი მაგრამ. რუსეთის და ბელორუსის მაგალითი სრულიად მიუღებელია საქართველოს დღევანდელ პროცესებთან. სხვანაირად არის მოწყობილი ქართველის ბუნება და
ქართველი არასოდეს არ გამოდის ქუჩაში სოციალურ გაჭირვების გამო. არ ყოფილა 100%, რომ მე მიჭირს და ამიტომ ქუჩაში გამოდივარ. არ ყოფილა. ქართველი გამოდის ქუჩაში, როდესაც გრძნობს ეგზისტენციალურ საფრთხეს, როდესაც გრძნობს საფრთხეს საკუთარი თავისუფლების და ღირსების დაკარგვის. და ამაზე არის ახლა ხო ბრძოლა, ხო? ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებას. ბოლო რამდენიმე თვეა სულ გონია, რომ აი ამაზე მეტი რაღა უნდა მოხდეს, აი ამაზე მეც რაღაც იზამენ და ნუ გვაუცებენ ყოველთვის, ხო? პირველი რაც მქონდა განცდა ის არის, რომ ვიღაცა სამაგალითოდ უნდა დაესაჯათ, ოღონდ ჩვენგან, ჟურნალისტებისგან. ეთყობა საკმარისი არ იყო, რომ სიკვდილისთვის გაგვიმეტეს და მართლა შემთხვევით გადავრჩით. ახლა გისოსებს მიღმა უნდა დაგვენახა ჩვენი კოლეგა, რომ ისე შეგვშინებოდა, რომ ჩვენც რომ იქ არ აღმოჩნდეთ, ამიტომ ხო არ გავჩუნდეთ. ეს უნდა სინამდვილეში ჩვენ ხო ძალიან კარგად ვიცით. ჩვენი ცემის მიზანიც ეს იყო, რომ შეგვშინებოდა და მეორე დღეს სამსახურში არ წავსულიყავით, ან ეს საქმე მიგვეტოვებინა. ახლა უნდათ რომ ზია გისოსებს მიღმა დაგვანახონ და გვაფიქრებინონ, რომ ვაიმე ჩვენც რო იგივე გვიქნა. ცხადი ხო არის, რომ ეს არის სადამსჯელო ოპერაცია. ირაკლი დგებუაძის ხმა არის ჩაწერილი, სადაც პირდაპირ იმუქრება, რომ სისხლის სამართლით გაასამართლებს და როგორც დაიმუქრა, ზუსტად ისე აკეთებს, ხო? მე მგონია რომ ზიას არ ეშინია ამისი, მე მგონია რომ არც ჩვენ არ გვეშინია ამისი და მგონია რომ ახლა თუ შეგვეშინდება, საერთოდ გავჩუმდებით ძალიან დიდი ხნით და ამიტომ არც უნდა შეგვეშინდეს. შეიძლება რაღაც ისეთ ბრძოლის ისეთ ეტაპზე ვართ ახლა, რომ ვერ ვაცნობიერებთ რეალურ საფრთხეს, იმიტომ რომ ოლიგარქია და ის დიქტატურა, რაც ჩვენს ქვეყანაში მყარდება, არ არის მარტივი, ხო? და მართლა ძალიან მამაცები და გამბედავები უნდა ვიყოთ, რომ ამ ყველაფერს შევებრძოლოთ, მაგრამ მე იმას ვაცნობიერებ, რომ ეს ბოლო ბრძოლაა და თუ ახლა დავმარცხდით, სამუდამოდ დავმარცხდებით და ამიტომ მინდა რომ ყველა ძალა მოვიკრიბო, ყველა ჩემს კოლეგას ვთხოვო, რომ აი ბოლო რესურსი გამოვიყენოთ იმისთვის, რომ ზიაც გამოვიდეს იქიდან და ჩვენც არ აღმოჩნდეთ იქ. ორთოდოქსი ქოცები ვინც არიან, მათთვის ჩვენი ჩაბნელებული ეკრანი მხოლოდ ბედნიერებაა და ზეიმი. ხო ხვდებით არა, მაგრამ იმ ადამიანებისთვის, ვისთვისაც აქვს აზრი რაღაცის ახსნას, ვისაც თვალები აეხილა, 12 წელი არ ქონდა, მაგრამ ახლა აეხილა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია დავანახოთ, რომ თუ ჩვენ არ ვიქნებით, მართლა სიბნელე და სიყრუე იქნება ქვეყანაში. ყველა დამოუკიდებელი მედია, ყველა ონლაინ მედია. რეალურად ახლა ოლიგარქი მაგაზე მუშაობს, იმაზე მუშაობს, რომ არც ერთი კრიტიკული სიტყვა არ ისმოდეს არსად, მათ შორის არც ინტერნეტში, იმიტომ რომ ხედავთ ხო ტროლბოტების შემოსევას, რომ ერთი პოსტი არ გაქვს დადებული და ეგრევე რომ შემოდიან და 1000 სისაძაგლეს წერენ. ანუ მე მაგალითად იმუნიტეტი გამომიმუშავდა ამაზე. არიან ვიღაცები, ვინც ამას ნერვიულობს, განიცდის და ცდილობს აღარ დაწეროს. ხო, ეს არის მიზანი სინამდვილეში, რომ შემცირდეს კრიტიკული პოსტები, კომენტარები და ასე შემდეგ. ცოტა მიკვირს ჩემი თავისაც, ძალიან ძლიერი აღმოჩნდი, არ ვიცი. ამ სიტყვების თქმაც მიჭირს, მიცნობ შენ და იცი, რომ არ ვარ ესეთი თავმდაბლობა არის ჩემი პრობლემა ყოველთვის. მაგრამ მე თვითონაც არ მჯეროდა ისე ძლიერად შევხვდი ამ ამბავს. უფრო მეშინოდა ოჯახის წევრების, დედა ჩემის, რომელიც ლაივში უყურებდა და მე ვყავარ მარტო, სხვა არავინ. ჩემი ოჯახის წევრების, რომ მეშინია დღემდე, რომ ჩემი შვილის, რომელიც გადის სახლიდან და დღეში ასჯერ ულეკავ, რომ სად არის და ხა რას აკეთებს, იმიტომ რომ ამ ადამიანებისგან, ვინც ახლა ქვეყანას მართავს, ყველაფერი ამოსალოდნელი და ამ ქვეყანაში არ არსებობს პოლიცია, რომელსაც ვეტყვი, რომ აი შვილო თუ გაგიჭირდა, წადი პოლიციელს მიმართე. არ არსებობს ქვეყანაში ინსტიტუცია არ არსებობს, ვისაც დახმარებას თხოვ, ხო? ეს ნაწილები მადარდებს, სიმართლე რომ გითხრა. ჩემი ფაქტორი საერთოდ არ მადარდებს, პირიქით პირდაპირ გეტყვი, რომ პირველი ჩართვები რომ მქონდა ამ თავდასხმის შემდეგ, ძალიან მინდოდა რომ გაღიმებული ყოფილიყავი და ისე მიმემართა ყველასთვის, ვენახე იმ ნიღბიან ადამიანებს, რომ მე არ მეშინია და მართლა არ მეშინია. მგონი რომ მათ ეშინიათ, იმიტომ რომ ნიღბებით არიან. პირისპირ შემხვდნენ ნიღბების გარეშე, მართლა მაინტერესებს როგორი მამაცი ბიჭები არიან. მე მათ ახლაც მინდა უთხრა, რომ მე მათი არ მეშინია. მათ ეშინიათ, ისინი იმალებიან, ზოგი შეიძლება ქვეყნიდან გაქცევას ცდილობს და თუ გაქცევას არ ცდილობს, დამალული დადიან, ხმამაღლა ვერ ამბობენ იმას, რაც გააკეთეს. რცხვენიათ, არ არის საჰმაყო საქციელი, რაც ჩაიდინეს, ხო? ამიტომ ჩემთვის ეს იყო აი რაღაცა ძლიერი რო გამოდიხარ უფრო რაღაციდან, ეს მომენტი იყო ჩემთვის პირადად. უბრალოდ ძალიან მინდა რომ საერთოდ არ არსებობდეს მსგავსი საფრთხე ქვეყანაში არავისთვის არ მეშინოდეს ქუჩაში გამოსვლის, ჩემი შვილების გარეთ გაშვების, ეს მინდა უბრალოდ რომ იყოს, თორე ჩვენ ჟურნალისტები რაღაცნაირად გამობრძმედილები ვართ ამ თავდასხმებში და გამოვალთ ამ მდგომარეობიდან. უბრალოდ მინდა რომ ქვეყანა გამოვიყვანოთ ამ მდგომარეობიდან და ჩვენ ჟურნალისტები არ ვართ მარტო. მე რაღაცნაირად ისე ვუყურებ ამ პროცესს, რომ როგორც მოქალაქეც ვიბრძვი, არა მხოლოდ ჟურნალისტი, იმიტომ
იმიტომ რომ ეს არ არის რაღაცა კორუფციული სქემა, რომელსაც ვაშუქებ ან ვიღაცის პირადი პრობლემა, ხო? ქვეყანას ეხება საქმე და მე ასე ვუყურებ ამ ამბავს. მზია ამაღლობელი არის სამიზნე, იმიტომ რომ ის საზოგადოების მაღალი ნდობით სარგებლობს, არის ძალიან ავტორიტეტული მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი, მას ვერ მიაკრავენ ვერანაირ იარლიხს, რომ აი იმის მონა, ამის მონა. მზია ამაღლობელი არის მიზან მიმართული სამიზნე ამ ხელისუფლებისა, იმიტომ რომ მათთვის ახლა უკვე დაიწყო ის ფაზა, როცა პირდაპირ ღიად დაერევიან ყველას, ვინც ამ ხელს ამ რუსულ რეჟიმს და ისინი გვიგზავნიან კონკრეტულ სიგნალს, რომ ჩვენ უნდა გვეშინოდეს, იმიტომ რომ მათ ხელშია სასამართლო, პოლიცია და ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ მაგალითად პროვოკაციაზე წამოგვაგოს პოლიციამ, შემდეგ სისხლის სამართლის დანაშაულით გაგვას სამართლონ, მაგრამ არ გაიხსენებენ იმ წინაპირობებს, რომელიც ამ პროცესებს წინ უძღოდა, ხო? მაგალითად, ჩემი კოლეგების თავდასხმის ფაქტები, რომ გავიხსენოთ, არც ერთ საქმეზე არ არის გამოძიება ჩატარებული სრულფასოვნად. მე მაგალითად 2 თვე გავიდა თითქმის ჩემზე თავდასხმის დღიდან და მეუბნებიან, რომ ამ დრომდე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები არ მოუღიათ და არც კი გამოუკითხავთ არავინ აი ფორმალურად მაინც. ხო, ეს რას ნიშნავს, რომ პირდაპირ მეუბნებიან, რომ არ ვაპირებთ ამ საქმის გამოძიებას, იმიტომ რომ შენ ეწინააღმდეგები ამ რეჟიმს და ამ ქვეყანაში შენ არ გაქვს გამოძიების უფლება, ხო? ადამიანის უფლებები ამ ქვეყანაში დაცულია მხოლოდ ქართული ოცნების პარტიის წევრებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვის, მათი გულშემატკივრებისთვის და სხვა დანარჩენები, ვინც რაღაც პრეტენზიებს გამოთქვავთ, აკრიტიკებთ ბიძინა ივანიშვილის მთავრობას. ჩვენ უბრალოდ ყველა საშუალება იმისთვის, რომ რაღაცა ჩვენი უფლებები დავიცვათ, დახურული გვაქვს. ძალიან მნიშვნელოვანია ეს ფორმა, რომ საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა, მცირე ნაწილმა თუნდაც დაინახოს, რა მოხდება ქვეყანაში, თუ გაქრება კრიტიკული მედია, რომელიც შესაძლოა მათ დღეს სულაც არ მოსწონთ, მაგრამ მათ გარეშე გართულდება ქვეყანაში ცხოვრება ქართული ოცნების მომხრეებისთვისაც, ადრე თუ გვიან ყველასთან მივლენ და არავინ იქნება ქვეყანაში, ვინც მათ უფლებებს დაიცავს. აი დღეს კი კმაყოფილები არიან, რომ თბილად არიან სახლში, ეს პროცესები ისინი ფიქრობენ, რომ მათ არ ეხებათ, მაგრამ ხვალ, ზეგ, ადრე თუ გვიან მათ კარტანაც მივლენ და მაშინ უკვე მართლა ძალიან გვიანი იქნება. იქნება მხოლოდ ტელეკომპანია იმედი მათ ტელევიზორში ჩართული, რომელიც იმედი ჟურნალისტებისთვის სრულიად უცხო საქართველოს მოქალაქეების პრობლემებს კი არა, საკუთარ კოლეგებზე თავდასხმას ვერ აშუქებს. ანუ იმ ადამიანების შესახებ ინფორმაციასაც კი არ აშუქებს, რომელთან ერთადაც წლების განმავლობაში უმუშავიათ, უმეგობრიათ წარსულში და წარმოიდგნენ ამ ადამიანებმა იმედი ჟურნალისტებისთვის სრულიად უცხო საზოგადოების პრობლემებმა რანაირად უნდა დააინტერესოს ეს ნიუსრუმი. ანუ ისინი დარჩებიან მარტო. იმედი არ დაინტერესდება მათი პრობლემებით. არავინ იქნება ქვეყანაში, ვინც მათ სათქმელს მიიტანს ადრესატამდე. ამაზე იფიქრონ, ადრე თუ გვიან მივლენ მათ სახლებამდეც, მათთანაც მიაკაკუნებენ. ეს არის მთავარი, რაზეც უნდა დაფიქრდნენ. დღეს რაც აჩვენა ამ გაფიცვამ იყო ის, რომ თუ კრიტიკული მედია გაქრება, გამოგონილ რეალობაში იცხოვრობს ხალხი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ რაღაცა მოდელში, სადაც თითქოს ყველა ბედნიერია და ეს ასე არ იქნება, ამ ქვეყანაში იქნება ერთი ადამიანი, მდიდარი, ბედნიერი, ლაღი და ჩვენ მოგვიწევს მის მორჩილებაში ყოფნა. ნუ მე ამ ინტერვიუებში რამდენიმე რამე მენიშნა რა, ერთი ის რომ დროის ცვლილებასთან ერთად, მთავრობების ცვლილებასთან ერთად ადამიანები იცვლიან პოზიციებს, ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა სისტემებს არიან მიბმული და შემდეგ ისეთებიც გვინახავს, რომ ერთი ნავიდან სასწრაფოდ მეორე ნავში ხტებიან ხოლმე და დღესაც ბევრი საუბრობს იმაზე, რომ თუნდაც დღევანდელ ქართული ოცნების შემადგენლობაში იქნება თუ სხვადასხვა სტრუქტურებში ისეთი არის ხალხი, ვინც გუშინდელი მთავრობის გასამართლებას ითხოვს, რომ დღეს
სხვას რომ წარმოადგენს გუშინ ზუსტად იმ სისტემის ნაწილი იყო. ისეთებზეც საუბრობდნენ ჩვენი რესპონდენტები, რომლებსაც შემდეგ უკვე აღსარებები უთქვამს, როდესაც პოსტები დაუტოვებიათ, ხო? ეგ სიტყვები მე ძალიან დამამახსოვრდა ამ დღევანდელი ინტერვიუებიდან და ყველაზე მეტად აი ეგეთ საუბრებს როცა ვისმენ ხოლმე, მაინც მეფიქრება იმ ადამიანებზე, რომლებიც არ არიან ამ ყველაფერთან შემხებლობაში, მაგრამ არიან ამ დროს ძალიან დიდი ნდობით გამსჭვალული იმ ხალხის მიმართ, რომლებიც შემდეგ უკვე სხვადასხვანაირებში ხტუნაობს რა და ყველაზე მეტად აი ეგ მაწუხებს, რომ არ მინდა ადამიანები იყვნენ რაღაცა ილუზიებში, რაღაც ბრმანდობაში სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მიმართ და უჭირდეთ რეალობის დანახვა. რაც არ უნდა არ მოგწონდეს რაღაცა ჯგუფი, თუნდაც პოლიტიკური პარტიები, თუნდაც ტელეეთერები, თუ ონლაინ გამოცემები, ხო? მათი არსებობა არის მნიშვნელოვანი და ალბათ რაღაც ეტაპზე ჩვენი საზოგადოება ალბათ გაიაზრებს საბოლოოდ ამას, რომ მედიას აქვს განსაკუთრებული ფუნქცია და არ შეიძლება მათზე ესე ხელაღებით მოქცევა, არ შეიძლება მათი ერთი ხელის მოსმით განადგურება, მათზე ძალადობა, დაშინება და აბსურდული რაღაცა მიზეზებით დაჭერა. აი სხვათა შორის მან არის შემოდის თემა, რომ თუ მან პოლიციელს სილა გააწნა ამის გამო ეს არის ფაქტი პოლიციელზე თავდასხმის და ამაზე არის ხო ეხლა აგებული მეორე მხრივ ამბავი რომ ნუ აი ამ ადამიანმა თვალხილული დანაშაული ჩაიდინა და თავს დაესხა პოლიციელს ხო აქაც ეხა ეგაც მსჯელობის საგანია იურისტების ნაწილი ამბობს რომ მაგალითად ამ შემთხვევაში კონკრეტული ტკივილი უნდა მიადგეს ადამიანს, უნდა დაზარალებული იყოს. ანუ სამართლებრივი საფუძვლები მოითხოვს ამას, რომ დაზარალებულმა თქვას, რომ მას ამით ტკივილი მიადგა, ან რაღაც დაზიანება მიიღო. ეს კიდევ შორს წაგვიყვანს, მაგრამ მთლიანობაში ადამიანები ვისთვისაც ეს პრობლემა ამბობს იმას, რომ თავად ეს აქტი თუნდაც ერთი ადამიანის მიერ მეორეს მიმართ სილის გაწნა არ არის მხოლოდ ეს მოქმედება ან კონკრეტული ქმედება, რომელიც სისხლის სამართლის რომელიმე მუხლს მიესადაგება. ამას ყველაფერს აქვს კონტექსტი და ამ კონტექსტზე საუბრობენ ზუსტად ის ხალხი, ვინც დაზარავდნენ რეალურად სიკვდილს გადაურჩნენ, მათი თავდამსხმელები არც გამოვლენილი არიან, არც დასჯილი და ამ დროს მედიის წარმომადგენელს მართლა პრეცედენტული ამბავია, რომ უშვებენ რაღაც რამდენიმე წლიან ყეობაში, ციხეში და ეს საგულისხმო ამბავია, მოკლედ გონია რომ ძალიან საგულისხმო და სალაპარაკოა ნამდვილად ეს თემა და საზოგადოება ამაზე უნდა დაფიქრდეს. ქართული ოცნების როგორც არხები, სახელმწიფო, ეგრეთ წოდებული სახელმწიფო არხები ისე ადამიანები, ვინც ამ პარტიას მხარს უჭერენ, ახლა ზუსტად ამაზე აპელირებენ, რომ ეს ხომ იყო დანაშაული და იმ დანაშაულის გამოძიება რა ეტაპზე არის რომელიც ჩვენ ნახეთ პირდაპირ ეთერში, როდესაც ჟურნალისტებს ფიზიკურად და რა უძღოდა იმას წინ, რატომ მივიდა ესეთი ავტორიტეტული ადამიანი? ეგ არის ძალიან საინტერესო რა. ამ მდგომარეობამდე. ამ ქალზე ყველა საუბრობს, მე პირადად არ ვიცნობ ქალბატონ მზიას, მაგრამ მას საუბრობენ აი ძალიან აღმატებულად რა, იმიტომ რომ ძალიან დიდი დამსახურება აქვს კონკრეტული რედაქციების შექმნაში და განვითარებაში და თავად ამ რედაქციებს აქვს ძალიან დიდი ავტორიტეტი და ძალიან დიდი სანდოობა საზოგადოებაში და ძალიან მნიშვნელოვან საქმეებს აკეთებენ. და რა გამახსენდა ეს ერთ-ერთი ინტერვიუ ბათუმელების რედაქტორი ამბობს დამოვიწყდა ამ ქალბატონის სახელი და გვარი რომ ერთადერთხელ დაგვაკავესო ასლან აბაშიძის დროს ისიც ნახევარი საათით და გამოგვიშვესო და აი ასლან აბაშიძის პერიოდს რომ გადარებენ უკვე ძალიან მძიმედ ხარ ჩემი აზრით. მზია ამაღლობელი საკუთარ პროცესზე იყო წიგნით როგორ დავამარცხოთ დიქტატურა და მე მიყვარს ესეთი სიმბოლოები ვინაიდან ბევრ რაღაცაზე მიანიშნებს კიდევ რისი თქმაც შეიძლება ვერ მოახერხოს ადამიანმა და ამასთან ერთად ბევრ ადამიანს ვიმედოვნებ რომ დააფიქრებს ასეთი სიმბოლოები და მე მაშინვე გამახსენდა კიდევ ერთი წიგნი რომელიც სრულიად შესაძლებელი იყო რომ მზიას ამ პროცესზე ჰქონოდა ეს არის პუტინის რუსეთი ანა პოლიტკოვსკაიას წიგნი
და მე გადავწყვიტე რომ თქვენთვის ეს წიგნი მეჩვენებინა. ანა პოლიტკოვსკაიაზე საუბარი დღეს ძალიან დროული არის ჩემი აზრით და მისი შედარება იმ მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში, ვინაიდან ჩვენ ნახეთ არაერთი ფაქტი, როდესაც ჟურნალისტებზე სასტიკი თავდასხმა ნამდვილად იყო სასიკვდილოდ ადამიანის გამეტება და ანა პოლიტკოვსკაია არის ჟურნალისტი, რომელსაც საკუთარი ჟურნალისტური საქმიანობა სიცოცხლის ფასად დაუჯდა და ამ წიგნში არის არაჩვეულებრივად აღწერილი ის, თუ რად უღირს პუტინის რუსეთს ადამიანის უფლებები, არაფრად არ უღირს და როგორ მოქმედებს ეს რეჟიმი. და მე მიყვარს ხოლმე, როდესაც ესე ვნიშნავ წიგნებს, იმიტომ რომ როდესაც ასეთი სტიკერებით. ხო, ასეთ დროს მახსენდება ხოლმე სხვადასხვა რომანები, მე ვაწყდები საინტერესო ფრაზებსაც. ძალიან ადრე მაქვს ეს წიგნი წაკითხული და აი ეს ფრაზა ვფიქრობ, რომ დღეს იქნება საინტერესო. პუტინის რეჟიმის არსი და აპოთეოზი და აქ არის განმარტება ცალკეული ინდივიდების ძალაუფლებით ტკბობა ადამიანის აზროვნებისა და პირადი ინიციატივების საყოველთაო ჩახშობის ფასად. აი ეს პირადი ინიციატივები და თავისუფალი სიტყვის ჩახშობა არის დღეს ყველაზე, არ ვიცი, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა. ტკბობის ფასად. ზუსტად ვიღაცების ტკბობის ფასად და აი ამ სიტყვის და ინიციატივის ჩახშობის მცდელობის საპასუხოდ იყო ის გაფიცვის აქტი, რომელზეც დღეს მოგიყევით. მადლობა რომ გვიყურებთ, მადლობა რომ იწერთ ჩვენს არხს და გვიწერთ გამოყვებით კომენტარებს. დისკუსიაში და გამოხატეთ თქვენი აზრი იმის მიუხედავად, რომელი მედია მოგწონთ, არ მოგწონთ, რას ფიქრობთ? რამდენად მნიშვნელოვანი არის მედია სივრცის არამხოლოდ შენარჩუნება, პირიქით გაფართოება და ავიცი დაგვიფიქსირეთ აზრები. თავისუფალი მედიის გაჩენა. ერთი სიტყვით დღევანდელ ვიდეოს მზიას კადრის საპასუხოდ ასე დავამთავრებთ. ახონდეს.